მენჯი აუცილებლად უნდა გავხსნათ, იმიტომ რომ მუცელს მიეწოდება სისხლი და ყველა ორგანო მუცლის ღრუში მუშაობს უკეთესად. ძალიან ნელავ მუშაობთ შუა შპაგატზე, იმიტომ რომ მოგახსენეთ, უკვე ძალიან სული შპაგატია. დავიწყოთ გახურებიდან. ცდილობ ჩაჯდე. ჩაჯექი ისე, რომ მუხლები არ იყურებოდეს წინ, ხო? აუცილებელია ნეკნები იყოს გაშლილი, არ უნდა იყურებოდეს შიგნით, მკერდის ხაზი გაშლილი და კუდუსუნი ქვევით. არ ჩადიხარ უკან, ხო? ეს ცოტა სხვა მოძრაობებია. მაქსიმალურად იჭერ კუთხეს 90 გრადუსს, ხო? აი აქ არ მუშაობ უკან, ხო? ეს ცოტა სხვა მოძრაობებია. მაქსიმალურად იჭერ კუთხეს 90 გრადუსს, ხო? აი აქ არ მუშაობ, იმიტომ რომ მუხლებზეა დატვირთვა. ჩადიხარ შვიდად და იჭერ სტატიკას. ნელ-ნელა გაგაკ ძვალი ჭიპი, ძვალი კუდუსუნი უკან, ხო? აკეთებ წრეებს, ძალიან რთულია. შეგიძლია თავიდან სადო ჩასვლა წრე, ამოსვლა, ხო? ჩადიხარ შვიდად, მუხლები იყურება გვერდში. ძვალი ჭიპი კუდუსუნით, ძვალი უკან. არ აკეთებ წრეებს სახით, ხო? მუშაობ მხოლოდ მენჯით. ჩადიხარ, 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 ჩადიხარ. ჩადიხარ, აკეთებ წრეებს, ხურდება შიდა კუნთები, მუშაობს, არის ლიფტინგი, არ ბერდება სხეული, იჭერ კუთხეს. კუთხეს ჩაგაკ, ჩაგაკ, ჩაგაკ. 90-დან ჩადიხარ ქვევით, ხსნი კიდე მუხლებს, ხო? გიჭირს ძალიან, თავიდან აკეთებ მუხლებს წინ, არშლი. მაგრამ დაიმახსოვრე, სადაც იყურება ტერფი, იქ უნდა იყურებოდეს მუხლი. არ შეება ტერფი იდგეს ესე და მუხლები ესე, ხო? არავითარ შემთხვევაში. ჩადიხარ და აკეთებ ეხა მარჯვნიდან მარცხნივ. ძვალი ოდნავ მუხლი, მუხლი, როტაცია, ლამაზი მოძრაობები და უკან, უკან, მუხში, ძალა, მუხში. მუხლით მიდიხარ, აი, მუშაობ შიდა კუნთი, ხო? უკან, უკან, უკან. დაისვენე, მოატრიალე ტერფები. კიდე მოღუნე მუხლები და გაჯიმე. უკან, ზურგი ლამაზი, ხო? არ გადის კუდუსუნი უკან, არ დუნდები, არ ხარ მოკუზული. ზუსტად კუდუსუნი იყურება შუაში, ქვევით, იატაკისკენ. უკან, უკან, მუშაობს, მუხლი, უკან, მუხლი, უკან, მუხლი, უკან, ჩაჯექი და ფეხის წვერი, ფეხის წვერი, ჩადიხარ და შეგიძლია დადგა აგურები. გააშალო ფეხი. არ შეიძლება ფეხი იყო. ცხენა ფეხში გაწევ. მოატრიალე. არ არის. იდაყვები დადო მუხლებზე და სტრეჩინგის სამყაროში მუშაობს მენჯი, იმიტომ რომ ხშირად მენჯი შეშდება და ვზივართ კუდუსუნზე, ჭიპი გვაქვს შეწეული და აბსოლუტურად ყველაფერი მუშაობს უკვე არასწორად. ოდნავ გავშალოთ ფეხები, მუხლებში გვაქვს ყველაფერი მოდუნებული გვაქვს. შიდა კუნთები, მუხლები იყურება ჭერში და ცდილობ იმუშაო მხოლოდ მენჯიქით დააბრუნე.
მენჯი იქით ხსნი ფეხებს იქამდე, სამდე შეგიძლია. დღეს არ შეგიძლია გახსენი ესა. მთავარია არ იჯდე აი ესეთ მდგომარეობაში, ხო? გიმეორებ ისე. თუ ვიწელებით სწორად, ეს არის ძალიან სასარგებლო. თუ ვიწელებით არასწორად, ეს არის დროის დახარჯვა უაზრად. წინ